დედა შვილთან ერთად დგას, ეუბნებიან მოდი ჩვენთან ერთად და ეუბნება განსხვავებულას რომ მე არ ვიზიარებ თქვენას და შვილს უნდა ცხვენოდეს რომ შენ ხარ მისი დედაო. ნუ ამნაირი შეურაცხყოფა დედას როგორ უნდა მიაყენო. ან შვილთან ერთად. შეხედეთ ახლა ლოგიკურად მივყვეთ. საქართველოს ტერიტორიები გაყიდეს. გმობენ მართლმადიდებლობას, უვარდებიან მოძღვრებს, გმობენ პატრიარქს, ეკლესიას, ხატებს. ღვთისმშობელი კრეხელურად დახატან და გამოაქვეყნენ. ჩვენი წმინდანები, რომლებიც ჩვენთვის არიან საფიცარი და ყოველ დღეს მართლმადიდებელი მუხტს ვიდრეკთ მათ ხატების წინაშე და ვლოცულობთ ჩვენს ოჯახს და ქვეყანაზე. უმსგავსო არც მინდა ვთქვა, რაზე დაახატეს. და ბოლოს უკვე ოჯახში შემოიჭრენ და ჩვენი ოჯახში ჩვენ შვილებს ეუბნებიან რომ ადექითო და მშობლებთან კონფლიქტებში შედითო და გარეთ გამოდითო. სკოლებში შედიან და ბავშვები გამოყავთ გარეთ. აი ხახნო, ეს არის მეორე მხარე, ქართული ოცნების საპირწონე მხარე.